ძირითად უსაფრთხო საქართველოსთვის სწორედ ეს არის სახელწოდება დღევანდელი აქციის მარშისა და მსვლელობის უკვე მეორე დღეა, რაც ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლებენ მოქალაქეები ჯერ კანცელარიასთან, შემდეგ კი პარლამენტთან. ზუსტად ამ წუთებში იწყება მსვლელობა. ახლა კადრშიც გაჩვენებთ, რომ გაიწყო სამზადისი აქციის მონაწილეები მიდიან, ახლა გასწორდებიან ხაზში და მერე შემდგომ უკვე გაემართებიან დედაქალაქის მთავარი გამზირისაკენ. მანამდე შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარები. თორნიკე რაზმაძე არის ჩემთან ერთად. თორნიკე, დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნა არის უსაფრთხო საქართველოში ცხოვრება საზოგადოებისათვის, რაც არის ძალიან მარტივი და ფუნდამენტური. როგორ ფიქრობ, რისი ნიშანია, როცა ხალხს ესეთი მარტივი და ბანალური თხოვნები აქვს და არა რაიმე ისეთი პომპეზური, როგორიც შეიძლება ჰქონდეთ ევროპაში ან სხვა ნებისმიერ სახელმწიფოში, სადაც დემოკრატიას არ ითხოვს ხალხი და უკვე აქვს დემოკრატიული წყობა. კი ბატონო, დღევანდელი მარშის ძირითადი სათქმელი სწორად აღნიშნეთ არის უსაფრთხო საქართველოში ცხოვრება. იქიდან გამომდინარე, რომ ის რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება უკვე ძალიან დიდი ხანია გაცდა რაღაც პოლიტიკურ მოთხოვნებს ან ცალკე რაღაც პარტიულ სლოგანებს ან ასე შემდეგ ადამიანებისთვის არის ელემენტარული მოთხოვნები უკვე დამდგარი, რომ ქუჩაში რომ დავდივართ, ბრმატყვი არ მოხდეს ადამიანს ფრთხილად ბრმატყვი არ მოხდეს ადამიანს და რაღაც ისეთი უბედურებები არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, რაც მოხდა აი ამ მიმდინარე კვირის განმავლობაში. ეს ყველაფერი არის იმის შედეგი, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა არის გადასული აი ამ მათი თქმით მცირე პროტესტის აღკვეთაზე და ამ პროტესტში მონაწილე ადამიანების დასჯაზე და ამ დროს ყურადღებოდ რჩებათ ისეთი ტიპის მოძალადეები და აგრესორები, რომლებსაც როგორც გავიგეთ, თურმე იარაღებს უბრუნებენ იმის ნაცვლად, რომ წაართვან ეს იარაღები და საბოლოო ჯამში დგება ეს სავალალო შედეგები, რომ ყოველდღიურად ხედავთ, რომ სადღაც ვიღაცამ ვიღაცა დაჭრა, სადღაც ვიღაცამ ვიღაცა მოკლა და ყოველდღე ცხოვრობთ ადამიანური ტრაგედიებიდან ადამიანურ ტრაგედიებამდე. წარმოუდგენელია იპოვა ამ ქვეყანაში ადამიანი, რომელსაც ეს შეიძლება არ აწუხებდეს და ბავშვს ვეღარ უშვებენ ადამიანები ქუჩაში, იმიტომ რომ ეგ კიდე ცალკე ამბავია, უსაფრთხოება მარტო კრიმინალი არ არის. უსაფრთხოება მიემართება იმასაც, რომ ინფრასტრუქტურაც ისეთ დღეშია, რომ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ ასევე, რომ საბავშვო საქანელა გადმოვარდა. მანამდე ვნახეთ, რომ ბავშვმა მოაჯის ხელი მოკიდა და დენმა დაარტყა. ეს არის დღეს საქართველოს ყოველდღიურობა, რომელსაც თითქოს მიგვაჩვიეს და მივეჩვიეთ, მაგრამ როგორ შეიძლება ამას ვეჩვეოდეთ და ვეგუებოდეთ ადამიანები. შესაბამისად დღევანდელი მარშის იდეა არის ზუსტად ეს და პლუს ამას აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ისედაც ესეთი მძიმე კრიმინალური სიტუაცია როა საქართველოში, დაამატეს ზემოდან ახალი გაცხადებულად კრიმინალების ორგანიზაცია, რომელმაც დაანონსა, რომ ვიღაცებს ისეთი ფორმით უნდა გაუსწორდნენ თურმე, რომ რაც პირდაპირ ციხეს ითვალისწინებს რა. ანუ კრიმინალური ორგანიზაციების ღიად შექმნას უყურებთ ჩვენ და პოლიციისთვის ღიად თავსლაფის დასხმას, ხო? აი ამ რეალობაში ვართ დღეს მთელი ქვეყანა და აი ეს ყველაფერი ჯამურად, ეხლა შეიძლება რაღაცები გამომჩაკიდეთ მე ამ საუბრის დროს, არის რა თქმა უნდა ის, რასაც ვაპროტესტებთ ჩვენ და აპროტესტებს მთელი ქვეყანა. შეიძლება აქ არ იყოს ამ წუთას ასეობით ათასი ადამიანი იმდენი რამდენიც იყო ერთი წლის წინ ქუჩებში მაგალითად, მაგრამ ჩვენ ვხედავთ სოციალურ ქსელებში, ვხედავთ ადამიანების გამოხმაურებებს, რომლებიც არიან არათუ უკმაყოფილო, უკვე შეშფოთებულები და შეშინებულები იმ რეალობით, რაც დღეს ქვეყანაში დააყენა ქართულმა ოცნებამ. ძალიან დიდი მადლობა უსმენთ სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს. ამასობაში მინდა გაჩვენოთ, ჩვენ წინ გაიშალა საქართველოს გიგანტური დროშა და ასე მიდიან მოქალაქეები დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეძახილებით. ბოლომდე წინ რა თქმა უნდა არის ბანერი, ყველანაირად ცდილობენ ისინი, რომ შექმნან და შეინარჩუნონ საპროტესტო მუხტი და განწყობა და სწორედ ასე გააგონონ მთელ ქალაქს საკუთარი ხმა. ლუკა მიშველაძე არის ახლა ჩემთან ერთად და ლუკასთან გადავალ შემდეგი კითხვით. ლუკა, ადამიანები იზოლატორებში მოკეტა ქართულმა ოცნებამ ბანერზე დატანილი წარწერის გამო, სადაც იდენტიფიცირებაც კი არ არის მარტივი კონკრეტული ადრესატის ამ ბანერის. ისი ნიშანია, ხო ხა რუსეთში გვინახავს ასეთი რაღაცები цаრიელი ფურცლების გამო ადამიანების აპატიმრება. შენ როგორ ფიქრობ, ქართული ოცნება რას აჩვენებს ამით? რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა მოსწონდეს ქართულ ოცნებას ეს ყველაფერი, ეს არის ის, რასაც ფიქრობს ქართული ხალხის საზოგადოებამ გამოხატა ის თუნდაც იმ 10 კაცის სახით, რომელიც მაშინ იყო შეკრებილი, გამოხატეს პროტესტი და ამ პროტესტის გამოხატვის გამო დააკავეს. ეს არის ყველაფერი, უბრალოდ ამ ფაქტს აღიზიანებს ქართულ ოცნებას, აღიზიანებს ის, რომ ქართველი ხალხი გამოხატოს პროტესტს. სწორედ ამიტომ დაიწყეს მეორე და მესამე დღეს ბიზნეს დაცვის კამპანია, უშედეგო და სამარცხვინო კამპანია, რომლის შედეგიც არ იქნება არაფერი გარდა იმისა, ისე რომ ქართველი ხალხი გამოვა, ისევ დააფიქსირებს თავისას და როგორც აი ეს პროტესტი გრძელდება ახლა, ისე გაგრძელდება ეს წინააღმდეგობა და საბოლოო ჯამში გამარჯვება
მოვა აუცილებლად. ყოველთვის ამიჯერა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ქვეყანაში გამოდის და იბრძვის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ხედავთ ძალიან პოზიტიური შეძახილებით ხდება საზოგადოება. მარშს, შაბათის მარშს მე მინდა რომ მოქალაქეებს გავესაუბრო. პირდაპირ ეთერში ვართ. გამარჯობა ქალბატონო ნონა. რას გვეტყვით? თქვენ ხართ უცვლელად აქციებზე წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების დროშით. ქართული ოცნება ყოველდღიურად აშორებს საქართველოს დასავლეთს, ევროპას, ამერიკას. თქვენი სურვილი როგორია და როგორ ფიქრობთ, რით უნდა მიაღწიოს საზოგადოებამ იმას, რომ ქვეყანა დასავლურ კურსსა და რელსებზე დააბრუნოს? ერთიანობა და ისევ ერთიანობა ჩვენი საზოგადოების. ეგ აუცილებელია. მე ეს დროშა ამერიკიდან მაქვს ჩამოვოტანილი. წვანებანათი მაქვს წესით 6 თვე ამერიკაში უნდა ვიცხოვრო. ვერ ავძლებ. 2-3 თვე შულები იქ ამყავს და მეუბნებიან ეს არ აქვს თქვენია, რომ გიხარია წასვლა და ვერ ჩერდები ჩვენთან. აი ამდენად მიყვარს ჩემი ქვეყანა, რომ იქ მივიღებდი მე ნამდვილ მოქალაქეობას 6 თვე რომ გავჩერდე წელიწადში, მაგრამ არ შემილია ჩემი ქვეყნის გარეშე. ძალიან დიდი მადლობა. აქ ხედავ გაშალეს ბანერი თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს შეგვიძლია მოვისმინოთ ამასთან დაკავშირებითაც კომენტარები. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვმუშაობ. გვითხარით თქვენ მზია ამაღლობელის თავისუფლებას ითხოვთ სწორედ ასე ამ ფორმით. მზია და კიდევ სხვა ადამიანები გამოკეტა ქართულმა ოცნებამ ციხეში თავისუფალი სიტყვის გამო, თუმცა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გირაოს სანაცვლოდ არის თავისუფალი. რას გვეტყვით ამაზე? უბრალოდ წარმოუდგენელი არის ნამდვილი კრიმინალები და მოწავადეები არიან ქუჩაში და მზია ამაღლობელი ყველა მიცის აღარ გავაგზავნებდა შევდეტალებში მისი საქმის დეტალებში მეორე წელია უკვე ციხეში არის და თან ვითხოვთ ყველა პოლიტპატიმრის თავისუფლებას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ კიდევ გაჩვენებთ მზია ამაღლობელისათვის ითხოვენ ეს ადამიანები თავისუფლებას. უკან არის ნატოს დროშა, საქართველოს დროშა, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების მოკლედ სიმბოლიკა და გამოსახვის ფორმები, გამოხატვის ფორმები მყოფი ადამიანების როგორც ყოველთვის არის მრავალფეროვანი, ყველას აქვს საკუთარი სათქმელი, ყველას აქვს საკუთარი საპროტესტო სიტყვა, მათ შორის მომზადებული და შეძახილებიც არის უცვლელი. შეიცვალა ლოკაცია, მაგრამ არ შეცვლილა შაბათის მარშების იდეოლოგია, ამიტომ დღესაც უკვე რიგით 33 შაბათის მარშის ფორმატში საზოგადოება მიემართება ჯერ პარლამენტისკენ, შემდგომ კი კანცელარიისკენ, სადაც ისინი ქართულ ოცნებას მორიგ ჯერზე აჩვენებენ წინააღმდეგობას.